ახალგაზრდობიდან მოყოლებული მიყვარდა ჩემი თავის მოვლა. მე ვარ ლამარა ბრეგვაძე 88 წლის. პირველ თებერვალს მქონდა დაბადების დღე. ესე იგი გადავედი 99 წელიწადში. პროფესიით ვარ ეკონომისტი, მუშაობდი ბანკში, საკრედიტო განყოფილებაში. დედა იყო ბუღალტერი, მამაც ეკონომისტი. მაქვს კიდევ მუსიკალური განათლება, ვოკალური. განხრა ვგალობდი ეკლესიაში. დღემდე ვარ მათი წევრი. ბელისკის ქუჩაზე გავიზარდე 23 ნომერში. 15 ნომერში კიდე ბებია და ბაბუა ცხოვრობდა. დღესაც ის სახელო გაუვლი, მიყვარს დათვალიერება. მეუღლე თეიმურას ეშელაშვილი კეთილშობილი ადამიანი იყო. ნერვული სისტემა დალაგებული მქონდა, ხიარულობდით, ენამოსწრებული გახსენებები იცოდა. ძალიან ენაწლიანი კაციც იყო, მოფერებით სახელს მეწახოდა, ო ნიკო, გენაცვალე. დილას რო გავიღვიძებ, მადლობა ღმერთს ვეუბნები და ვიწყებ ვარჯიშებს, ხელებით, ფეხებით და მერე მოვდივარ სამზარეულოში. სამზარეულოში ჩია, მერე მაქვს ჩირები, კვებამაც და ამ ვარჯიშებმა ძალა შემატა. დიაბეტი მაქვს და ამიტომ რაც ექიმა გამომიწერა, აი იმ წაბალს სვავ. ჩემი შვილი დავითი პატარაობიდანვე მივაჩვიე დამოუკიდებლობას. ეხლა ის არის ეკონომიკის დოქტორი. მე სიყვარულით გავზარდე. როგორ დავარტყამ ჩემ დათუნიას. ტექნოლოგიებთან ურთიერთობა დრო მოიტანა. ერთშენიერ დღეს ხედავ გვერდი ვერ გავხსედი. და დავწერე სუკერ რა დაგიშავე, რატო წამიშალე გვერდი მეთქი. არ გასულა 3 წუთი და აღმიდგინა. მიტაცებ ჩემ შვილთან სიახლოვე დილას ვეუბნები დილა მშვიდობის საღამოს დილის წინ რო ნახავ რომ ის თავის სახლშია და უკვე კარგად არის, ნერვიული სისტემა ისვენებს და ასე დასვენებული ვიძინებ. სულ ხასიათზე რო ვარ, ლოცვით ჩემ ფარველ ანგელოს ვეხვეწები რომ მომისჩველე. ეხლა მხოლოდ პავადას ვისმევ და ამითინ ვითომ 88 წელს ვებრძვი. არ მინდა მოვიკუზო, არ მინდა ჯოხი დავიკაო. აი ჩემ თავს ვეუბნები, არა,